დღეს იქნება ჩვენს ვიდეოებს შორის ყველაზე გრანდიოზული ვიდეო და ალბათ იკითხავთ, რატო ხარ გიორგი მარტო და რატო იქნება გრანდიოზული ვიდეო? დღეს იმიტომ რომ მარტო რომ უნდა გავახარო ქრისტი და რითი უნდა გავახარო? 2-3 წელია უკვე ქრისტის ვაწვალებ, რომ მანქანას გიყიდი, სმარტს გიყიდი და დადგა ეს დრო, რომ ქრისტის ვუყიდოთ სმარტი. არა, უпростоეთ სმარტი არა, მანქანა და ვუყიდოთ კი არა, უკვე ვუყიდე ხალხო და შეხედეთ ლამბორგინი. ლამბორგინი არ არის, მაგრამ კარგი კადრები ჩაისვას ახლა. კადრების დათვალიერების შემდეგ ალბათ გაგიჩნდათ ორი კითხვა. რა კითხვებია ესენი? რა თქმა უნდა, რატო არ არის ეს მანქანა სმარტი და მეორე კითხვა, რატო არ არის ეს სმარტი ვარდისფერი? მე მაქვს ძალიან მარტივი ახსნა ამ ყველაფერზე. ქრისტის ესეთ უზარმაზარ სიამოვნებას ერთდროულად ვერ მივანიჭებ, ხვდებით? ამიტომ ვაჩუქებ ამ მანქანას თან. ქრისტის ხო ჯერ მართვის მოწმობა არ აქვს და ამიტომ სანამ ქრისტი მართვის მოწმობას აიღებს, მეც ხო ცოტა უნდა რაღაცა ვიკაიფო რა. ტურბინიანი ძრავი 1 და 4 ხო, მაგრამ ტურბინიანი ძრავი, ანუ სათქმელად ხო არის რომ ტურბინიანი ძრავი. მე დარწმუნებული ვარ რომ მე მომწონს და ქრისტის მოეწონება თუ არა ამას ვნახავთ. თუმცა მაინც ქრისტის სიურპრიზს უკეთებთ და ეს სიურპრიზი უნდა იყოს ბოლომდე სიურპრიზი და რაში მდგომარეობს ახლა სიურპრიზი. ეს მანქანა ჩვენ უნდა მოვხოდოთ, ასე ვთქვა, თუ რამე პატარ-პატარა შესაძლელია კი ბორბლები, რაღაცები, უნდა ყველაფერი შევცვალოთ და რაც მთავარია, ეს მანქანა ვიდეოს ბოლოში უნდა გავხადოთ ვარდისფერი. ანუ ვარდისფერზე ხო ქრისტი ვერაფერს ვერ იტყვის, ანუ ვარდისფერი აუცილებლად მოეწონება. თან ბოლო-ბოლო ეხა მესმის რომ სმარტი უნდა, მაგრამ მანქანას რო ჩუქნიან, არა მგონია ადამიანმა რომ დაიწუწუნო, ხო? ანუ მანქანას რო გაჩუქებენ, უნდა გაგიხარდეს. სხვათა შორის ქრისტის არ ვიცი გაუხარდება თუ არა, იმიტომ რომ ქრისტის ძალიან პატარა მანქანები მოსწონს, ანუ სმარტის ხელა მანქანა, სმარტზე დიდი თუ არის მანქანა, ქრისტისთვის ეგ მანქანა არ არის. აი, ველოსიპედი ან სმარტი, აი ამ ორ შორის უნდა აირჩეს ხოლმე ქრისტისთვის მანქანა. ეხლა წავიდეთ ხალხო, მოვხოდოთ მანქანა, იქ წვრილ-წვრილმანი რაღაცეები, იქ ზეთი გამოვცვალოთ, იქ კაროპკი ზეთი გამოვცვალოთ, იქ არ ვიცი, ბორბლები გამოვცვალოთ, გავავარდისფროთ მანქანა და საბოლოოდ ვაჩუქოთ ეს მანქანა ქრისტის და ვნახოთ ვიდეოს ბოლოში რა რეაქცია ექნება ქრისტის. მანამდე კიდე აი ესეთი გრანდიოზული საქციელისთვის, ჩემი გრანდიოზული საქციელისთვის, აუცილებლად გამოიწერე ეს არხი, რა თქმა უნდა, დაალაიქო უნდა ეს ვიდეო, ეს 100%-იანი. და საბოლოოდ გააქტიურეთ ზარისღილაკი და ჩვენ კიდე ახლა წავედით, მოვხოდოთ მანქანა. პირველ რიგში, სანამ ქრისტის კამერას გადავცემ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირადად არის ქრისტის უსაფრთხოება. შესაბამისად, უნდა დარწმუნებული ვიყო, რომ ამ მანქანას არანაირი პრობლემა არ აქვს, არანაირი დეფექტი არ აქვს და ქრისტი როცა ამ მანქანით გადაადგილდება, უნდა იყოს უსაფრთხოდ. ეს არის ჩემთვის ნომერ პირველი. შესაბამისად, ახლა ძალიან კარგი ხალხი ვიპოვე, ვინც ამ მანქანებს კონკრეტულად აკეთებს ძალიან კარგად და ერკვევიან ძალიან კარგად, ალბათ თბილისში საუკეთესოდ. მე ვიყვან ამ მანქანას, შეამოწმებენ ყველაფერს, მეტყვიან რა აქვს გასაკეთებელი, რა არ აქვს გასაკეთებელი და იქ შევხედავთ უკვე გააკეთებენ კიდევაც, რაც იქნება რეალურად გასაკეთებელი. იმისათვის რომ ქრისტიმ თავისი ახალი მანქანა თავპირი არ დაილეწოს და თქვენც ვინმე გზებზე არ შეგიწიროთ, ზუსტად ამიტომ მოვედი Chevrolet Service თბილისში. და ახლა ჩემს რა ქრისტის Chevrolet-ს ახლა შევიყვანთ შიგნით, უბრალოდ შევიყვანეთ უკვე დიაგნოსტიკა ჩაუტარეს, რაღაცეები აღმოვაჩინეთ და ვნახოთ აბა რეები არის გასაკეთებელი და რას გააკეთებენ ეს ჯიგარი ხალხი. მას შემდეგ რაც ყველანაირი დიაგნოსტიკა ჩაუტარდა მანქანას, პირველ რიგში დავიწყეთ ძრავის ზეთის შეცვლა. დავცალეთ ძრავის ზეთისგან, დავაყენეთ ახალ-ახალი ფილტრი და ჩავასხით სპეციალურად ამ მანქანისთვის განკუთვნილი ზეთი. რა თქმა უნდა, არც ჰაერის ფილტრით დაგვიწყებია, თუმცა ჰაერის ფილტრის გამოცვლის შემდგომ გადავედით ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანზე, გადაცემათა კოლოფში ზეთის გამოცვლაზე. როდესაც გადაცემათა კოლოფიდან ზეთი ჩამოვასხით, ზეთი იყო საკმაოდ შესქელებული, რის გამოც გადავწყვიტეთ გადაცემათა კოლოფში ახალი ზეთის ჩასხმა. ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ იყო, რადგან როდესაც აალების სანთლები მოხსენით და შევამოწმეთ, ისინიც აბსოლუტურად უარგისი აღმოჩნდა. სანამ აალების სანთლები მოხსნილი ჰქონდა, ამასობაში პორშინებში ჩავიხედეთ და დავწმუნდით, რომ ძრავის შიგნით ყველაფერი რიგზეა. ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა, აალების სანთლებიც გამოვცვალეთ, რომელსაც სპეციალური ეგრეთ წოდებული კლუჩით უჭერდნენ, რომელიც ზომავდა, თუ რა ძალით უნდა დაეჭირათ აალების სანთლები.
შემდეგი ეტაპი მანქანის გამართვის იყო კარბურატურის მოხსნა, გაწმენდა და უკან დაყენება. ასევე სპეციალური დანადგარით შეუშვით სისტემაში კვამლი, რითიც კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ მანქანა გამართულია. ამ ყველაფერს დამატებული გადავამოწმეთ, რამდენად ვარგისიანია მანქანაში არსებული ანტიფრიზი. ანტიფრიზის ტემპერატურისადმი მდგრადობის საზომზე აღმოჩნდა, რომ მისი გამოცვლა არ საჭიროებდა. სწორად ამიტომ შეაერთეს მანქანა კომპიუტერზე, გადაამოწმეს ყველაფერი და გადავედით ხუნდების გამოცვლაზე. რაც ჩემი აზრით ასევე არანაკლებად მნიშვნელოვანია. ხუნდების გამოცვლამდე გადავწყვიტეთ აპორნების მოხეხვა, რადგან ხუნდების დაყენებისას მუხრუჭის ეფექტურობა გაზრდილიყო. საბოლოოდ სამუხრუჭე დისკებს მოაშორეს ჟანგი, შეღებეს თერმომდგრადის საღებავით, დააყენეს ახალი ხუნდები და ამით დასრულდა ქრისტის მანქანის გამართვა. როგორც ხედავთ, ქრისტის მანქანას უკვე ბევრი რაღაც გამოუცვალეთ და საკმაოდ მშვიდად შეიძლება ქრისტისო უკვე იაროს გზებზე. რაც შეეხება Chevrolet Service თბილისის, თუ ვინმეს ყავთ Chevrolet-ები და გინდა თქვენი Chevrolet-ების მოხოდვა, აი მართლა სანამ ამ ადგილას მოვიყვანდი 1000 ადგილში ვიყავი, 1000 ადგილში და ვერც ნაწილები ვერ ვიშოვე, ვერაფერი ვერ ვიშოვე და აქ მოვედი და ამათმა მიშველეს კიდე კაი ღმერთო რომ არსებობს აი ეს ადგილი. ძალიან კარგი ხალხი არის, ძალიან ჯიგრულად მოგიდგებიან და თუ რამე გასაკეთებელი გექნებათ მოკლედ, აქედან უკმაყოფილო არ წახვალთ. მე ესე ვფიქრობ, მე ყოველ შემთხვევაში არ ვარ უკმაყოფილო. წავედით და ახლა გავაგრძელოთ ქრისტის მანქანის მოხოდვა. რა არის თქვენი აზრით შემდეგი მანქანის მოხოდვაში? რა თქმა უნდა ხალხო, მანქანა ზედაპირს ეხება მხოლოდ ერთი ნაწილით, ანუ ბორბლებით. შესაბამისად, ბორბლები უნდა იყოს საუკეთესო, აი საუკეთესოთა შორის საუკეთესო. მე ახლა დავიკონტაქტე ერთ კომპანიას, გამოუცვალოთ ბორბლები, ავარჩიოთ პირველ რიგში კარგი ბორბლები, გამოუცვალოთ, ალბათ უკვე ზაფხულისები დაგჭირდება და ნელ-ნელა ქრისტის მანქანა წავა სრულყოფილებისაკენ, გახდება საუკეთესო მანქანა დედამიწის ზურგზე. აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ დარწმუნებული რომ მოგწონთ ეს ვიდეო და აუცილებლად დაწერეთ კომენტარი. ესეც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე შემაქეთ ერთხელ ხალხო ხო ხედავთ, ანუ ადამიანს მანქანას ჩუქნი, იმდენი უნდა ვიბლატაო, ამით იმდენი უნდა ვიბლატაო. არა, ისე კომენტარებში ისიც დაწერეთ, სმარტი ჯობია თქვენი აზრით თუ ეს მანქანა ჯობია. ჯერ ანუ სუტყავის სალონი, ხო, აი, ჯერ რაღაცა ავტოპილოტი, ზოლში დგომა, იქ არ ვიცი კიდე რაღაცეები აქვს, საჭის გათბობა, სიდენის გათბობა, მოკლედ. რაც ყველა ახალი მანქანას აქვს, ამასაც აქვს, ასე ვთქვათ რა. მოვედით ჩვენი არხის მეგობარ კომპანიასთან Elgro Motors-ში და ახლა უნდა გამოვცვალოთ ქრისტის ახალი მანქანისთვის ბორბლები. ზოგადად, თუ ჩემი მანქანისთვისაც მე ბორბლები მჭირდება, ყოველთვის ამ ადგილას ვცვლი და ჯერჯერობით უკმაყოფილო არ ყოფილი ვარ, ყოველთვის უკმაყოფილი ვარ, ყოველთვის გვერდში გვიდგანან ისედაც ეს ბიჭები და ზოგადად თუ ვინმეს ბორბლები დაგჭირდება, შეგიძლიათ თამამად მოხვიდეთ Elgro Motors-ში, მის სამართსაც ჩავსვავ აღწერაში და გამოცვალეთ მოკლედ ბორბლები. ასევე ინფორმაციისთვის, ვისაც გაინტერესებთ, Elgro Motors-ში არ არის მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის ბორბლები. თუ ვინმეს ყავთ ტრაილერი ან რამე ძიმე მანქანა თუ ყავთ, აი შეგიძლიათ თამამად ეგეთი ბორბლებიც იყიდოთ. ეხლა მე ვერ გეტყვით გამოცდილება არ მქონია დიდი მანქანების, მაგრამ ნუ სავარაუდოდ ესეც კარგი ბორბალი იქნება. წარმოიდგინეთ, ანუ ქრისტის რამხელა მანქანაც უნდა, ანუ ვარდისფერი სმარტი რეალურად რაც უნდოდა, ხო? ანუ აი ეს ბორბალი არის მარტო მაგხელა. აი რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ქრისტის ეს მანქანა არ მოეწონოს საერთოდ. წავედით მოკლედ ახლა და გამოვცვალოთ ქრისტის ახალ მანქანაზე ბორბლები. წავიდა. You on my mind a lot. Don't need no time watch. I don't know how I got you in my pocket spot. Yeah, that's babe, need you every day. You like my oxygen. Make it seem like the barging down. Got my heart no barging in. From the bed to the floor to the couch. Might wake the neighbors up. Break you in and break you out. In the end, we gon' make a child. Then we gon' hit the shower. Part 2, we don't need no pause. You misty, we gon' get tipsy. Don't need a power slide. Copy my steel. Face the fact that ain't no cap, I'm real. ესე იგი, ზეთები გამოვცვალეთ, მანქანა გავმართეთ, ბორბლებიც გამოვცვალეთ და რა დარჩა ხალხო? რა თქმა უნდა, ეს მანქანა ახლა უნდა გავხარდოთ ვარდისფერი. Then break you out. In the end, we gon' make a child. Then we gon' hit the shower. Part 2, we don't need. ქრისტის საერთოდ არ ჭირდება მანქანა, თუ მანქანა არ იქნება ვარდისფერი. ანუ გინდა სმარტი აჩუქო, გინდა ლამბორგინი აჩუქო, რაც არ უნდა აჩუქო, აზრი არ აქვს. თუ ვარდისფერი არ იქნება ქრისტისთვის აზრი არ აქვს იმ მანქანას. ანუ ველოსიპედით რო აჩუქო, თავარი არის რომ ვარდისფერი იყოს. შესაბამისად, მე იმხელად რო შევალია ამ მანქანას. წარმოიდგინეთ, ერთი თვე დამჭირდა დაახლოებით, რომ ამ მომენტამდე მომეყვანა ეს მანქანა და ჯერ კიდევ გადაკრულიც კი არ არის არაფერი. ანუ რამხელად რო დამჭირდა, ხვდები და ქრისტის რო არ მოეწონოს ეს მანქანა, მე თვითონ გავაფრენ რა. სწორად ამიტომ ფირის გადასაკრავად სად მოვიდოდი, რა თქმა უნდა, ბრენდერში, რადგან ეს ხალხი ძალიან ჯიგარი ხალხი არის, იუთუბერებს გვერდში უდგებიან და ვინც იუთუბერებს გვერდში უდგება, ძალიან კარგი ხალხია და თქვენც უნდა დააფასოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვეხმარებიან კონტენტის გაკეთებაში. სხვათა შორის ისეთი ფერის ფირები ვნახე იქ, რომელიც მე თვითონაც მომწონს და აი აფილოსფერში გადავაკრობდი სიმართლე გითხრათ და მე თვითონ ვივლიდი ამ მანქანით. თან ნომრები ნახეთ. ჯერემი აქვს ნომრები. საერთოდ ხო არ გადავაკეთო ეს ვიდეო და არ გავხადო გიორგისთვის, არა, გიორგის საკუთარი თავისთვის მანქანის ჩუქება.
ახლა შევიდეთ შიგნით და შიგნით გეტყვით უკვე როგორი ფირი უნდა გადავაკრათ, რანაირი ფირი უნდა გადავაკრათ და კიდე რამეს ვაპირებ თუ არა ამ მანქანაზე რომ გავაკეთო. You on my mind a lot. Don't need no time watch. I don't know how I got you in my pocket spot. Yeah, that's babe, need you every day. You like my oxygen. Make it seem like the barging down. Got my heart no barging in. From the bed to the floor to the couch. Might wake the neighbors up. Break you in and break you out. In the end, we gon' make a child. როგორც ნახეთ უკვე შემოვიყვანე მანქანა და ფირის გადაკვრის გარდა გადავწყვიტე კიდე რომ ქრისტის მანქანა დავბუროთ მთლიანად, ანუ დაბურული შუშები გავუკეთოთ. ახლა მე წავალ ჩემთვის სახლში გავაგრძელებ ჩემ გზას, ბრენდერს დავუტოვებ მანქანას, ერთ კვირაში დაახლოებით იქნება ჩემი მანქანა მზად და შემდგომ მოვალ, ვნახავ როგორი გამოვიდა, რა გამოვიდა, წავუყვანთ მე ქრისტის ამ მანქანას და ვაჩუქებ. გავიდა მეგობრებო უკვე ერთი კვირა ქრისტის მანქანას გადააკრეს ფირი და აი უბრალოდ რო ნახოთ როგორი ლამაზი არის და რა სასწაული ფერია, თქვენ თვითონ გაუცდებით. ახლა აქ არ შევალ და არ განახებთ, არ დაგასპოილერებთ. ამ ყველაფრისთვის რა თქმა უნდა მადლობა ბრენდერს, ამიტომ ვისაც დაგჭირდებათ ფირების გადაკვირა, ვისაც დაგჭირდებათ შუშების დაბურვა, ვისაც დამცავი ფირების დაგჭირდებათ, მაგასაც აკრობენ და რაც თავარია კრისტალური პოლირება. მოკლედ ახალი რაღაც დაამატეს, რომელიც სასწაულად დაგიპოლირებენ მანქანას, როგორც მე მივხვდი და იქნება ბზინავი როგორც მელოტის შუბლი. სამწუხა რო ჩემო ძვირფასო გამომწერებო მთლად სურპრიზი არ გამომივიდა, რადგან ეს პროექტი ერთ თვეზე მეტი გაიწელა და შესაბამისად ერთი დღეს იყო და ქრისტიმ წამოსწრო რომ ახალ მანქანაში ვიჯექი. მოკლედ აღმოაჩინა რომ რაღაცა ახალი მანქანა მყავდა, თან ნომრები ჯერემი იყო და რომ მკითხა რა არისო ეს საიდან რანაირად რა უთხარი რომ მოკლედ შენი მანქანა არის თქო ეს. თუმცა ქრისტის არ ყავს თავისი მანქანა ნანახი გავარდისფერებული. შესაბამისად ახლა დატკბით ახალი გავარდისფერებული მანქანის კადრებით და თან ქრისტის ემოციებით თუ როგორ შეხვდა თავის ახალ ვარდისფერ მანქანას. თუმცა არაუშავს ქრისტი მაინც ძალიან ბედნიერი იქნება თავისი ახალი ვარდისფერი მანქანით. თქვენ კიდე აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, ავიდეთ რაც შეიძლება ბევრ გამომწერზე რომ უფრო მასშტაბური ვიდეოები გავაკეთოთ. და დადგა ყველასთვის ნანატრი დრო და მათ შორის ქრისტისთვისაც ნანატრი და ახლა გადავთეთ თავისი ოცნების მანქანა. არის ქრისტი ეს მანქანა შეთვის. ეს რა სახით გახარ ქრისტი, რა თქვია არა. კარგი რა გიორგიო, ჩემი ოცნების მანქანა საერთოდ არ არის ეს. მე ვარდისფერი სმარტი არ გინდა? როგორ არ მინდა კაცო, ეხლა განა გეუბნები რომ არ მინდა და მადლიერია არ ვარ, უბრალოდ ვარდისფერი სმარტი მინდა და თან ახალი მინდა და ელექტროვარდისფერი სმარტი და ვინც არიცით? აი ესე გამოიყურება უმადური ადამიანი ხალხო. და აი ახლა შენ რო შეტრიალდები და ეს მანქანა ვთქვათ სტაფილოსფერი თუ აღმოჩნდა და ჩემთვის იყო გამკუთვნილი რამდენი ხანი გატყუებდი. აი მე ნახე შენ. მე შენ ხმას არ გაგცემ. საერთოდ არ დაგელაპარაკები და ამ მანქანას წავიყვან სადმე და საერთოდ არ დაგანახებ და წადი მაშინ იქ წადი და აღარ შეტრიალ. კაი რა ერთი სული მაქვს. ხო არ გინდოდა ქრისტე. ერთი სული მაქვს. კაი, მზად ხარ მოკლედ რომ ნახო მანქანა? კი, მზად ვარ. 3 ქრისტი, 2 ქრისტი, 1 და შეტრიალდი. ვაიმე! შენი ტელეფონის ფერი აქვს, გიორგი. მოგწონს ქრისტი? ვაიმე! მე მინდა გითხრა რომ კაი იყო მანამდე ეს მანქანა სანამ ვარდისფერი გახდებოდა. ჯოლომოზე ზოგადად მანქანები ყველა ვარდისფერი უნდა იშვებოდეს ან ესეთი ფერის აიმე რა ლამაზია. აი წავ მივიდეთ და ვნახოთ არ გაინტერესებს როგორია ხელით შეეხე ქრისტინე რაღაცა ქენი არ ვიცი. უმადური აღარ ხარ? არა ვარდისფერი სმარტი გასწორებდა ეხლა. მაგრამ უმადური აღარ ხარ. აა კაი. მადლობა. კაი ჩავждეთ ახლა ქრისტს და გავიაროთ რა სიტყვა. დაიც შენ სადმე ჩაჯდე? ეს ჩემი მანქანა არის. всё, ასე დასრულდა ჩემი მოგზაურობა ხალხო. შენ აი გიორგი საბარგულში ჩახსავ. მადლობა ქრისტი. კარგი, ხო უკან სიდენიაზე დაგსვავ. მართვის მოწმობა გააქვს? არა. ნახოთ. დაიც აქ არ დამტოვო რა. ქრისტი, მანქანა გაჩუქე? ხო. აი ეს შენ გასაღები? ეს ვარდისფერი რატო არ არის? ნახვამდის. აბა მიხდება ხალხო მანქანა. რა თქმა უნდა მიხდება, თან ვარდისფერი რო არის, უფრო მიხდება. ძალიან მომეწონა. სულ ყველაფერი ტყავის არის, რა თქმა უნდა, ტყავის მინდოდა ისედაც ყველაფერი და მომწონს. ჩემს სკამსაც ვარეგულირებ, იმიტომ რომ დაბალი ვარ და ხოლმე მივწვდე პედალებს, იმიტომ რომ ვერ ვწვდები ხოლმე. უკან საკეიფო სივრცეც რჩება. შეუძლია ძალიან დიდ ადამიანს დაჭდეს. გიორგისთვის ადგილია, მსუქანი და დაეტევა. ძალიან მიხარია მართლა. თავს ვიყავ, უფრო არ ვიტირო. წავედით. ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო.
ისევ და ისევ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო და კომენტარებში დაწერეთ. ქრისტი, გილოცავ ახალ მანქანას და გიორგი არის ყველაზე მაგარი ადამიანი დედამიწის ზურგზე. ამ ყველაფერს დამატებული მინდა მადლობა გადაუხადო იმ კომპანიებს, რომლებიც გვერდში დაგვიდნენ ამ პატარა პროექტის განსახორციელებლად და მინდა თქვენს გითხრათ ჩემ გამომწერებს, რომ აუცილებლად დააფასეთ ესეთი კომპანიები, რადგან მათი საშუალებით შეგვიძლია იუთუბერებს სხვადასხვა კარგი ვიდეოების გადაღება. სულ ეს იყო და ეს მომავალ შეხვედრამდე.